ეს არის საპრეზენტაციო წიგნი ანა კალანდაძის ლექსზე მოდიოდა ნინო მთებით. წმინდა ნინო კაბადოკიელი იყო და აქ არის კაბადოკიაზე პატარა ინფორმაცია. კაბადოკიას თეთრი რაშების სამშობლოს უწოდებენ. ეს არის წმინდა ნინოსა და წმინდა ნინოს მშობლების ერთობლივი ფოტო და წმინდა ნინოს მშობლებზე ინფორმაცია. წმინდა ნინო და წმინდა გიორგი ნათესავები იყვნენ. წმინდა ნინო საქართველოში ჯავახეთის მთებით შემოვიდა და აქ არის ინფორმაცია ჯავახეთის მთების მდებარეობის შესახებ. ფარავნის ტბასთან წმინდა ნინო შეხვდა წემსებს, რომელმაც იგი უცხო მგზავრად მიიღეს. ვარდი ღვთისმშობლის სიმბოლოა. სამთავროს დედათა მონასტერში მდებარეობს მაყვლის ბუჩქი, სადაც წმინდა ნინო ლოცულობდა. მეოთხე საუკუნეში კერძთაყვანისმცემლობა იყო გავრცელებული. წმინდა ნინოს ლოცვის შემდეგ დაიმსხვრა კერპები. წმინდა ნინომ გარკუნგნა ნანა დედოფალი. ასევე მირიან მეფემ წმინდა ნინოს სახელზე ააგო ბევრი ეკლესია, მათ შორის არის სვეტიცხოვლის ტაძარი. ეს არის წმინდა ნინოს გზა და პატარა ინფორმაცია. იმისთვის რომ გავიგოთ, რა გზა გამოიარა წმინდა ნინო ცხეთამდე. წმინდა ნინოს ჯვარი ინახება სიონის ტაძარში. წმინდა ნინო არის დაკრძალული ბოდბის მონასტერში. ბოდბის მონასტერში ასევე არის ძუძუს წყარო, რომელიც გამოირჩევა სამკურნალო თვისებებით. ანა კალანდაძემ დაწერა ლექსი წმინდა ნინოზე. ასევე არის ინფორმაცია პოეტზე. ანა კალანდაძის ლექსის მიხედვით შეიქმნა ძეგლი მოდიოდა ნინო მთებით. იგი მდებარეობს მცხეთაში. ასევე წმინდა ნინოს ანდერძი, რომელიც დაგვიტოვა. ლურჯ მწვერვალებს ქარიშძისფერ ნიშში ხვევდა. და როდესაც ბარში ვარდი ყვავილნი თოლიიდო ჯავახეთის მთათაზე და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ. მოჰკიოდა ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა და ფარავანს ტბასა ზედა წწოდა ქარი. მოდიოდა ნინო მთებით მოდიოდა და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი. თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი, ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე. წემსა ჰკითხა, რომელია ქართლის გზაი, წემსმა უთხრა, საქართველო არის ესე. მიეძინა, ერთ წალკოჩში მიეძინა და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილეო. ეს ვინ არის? გამოცხადა მგზავრის წინა, მგეშინია, ეუბნება იესო, გაეღვიძა, წუთით იგრძნო მშობლის სევდა, მაგრამ რწმენა ავალებდა რაოდენს, თოლიიდო ჯავახეთის მთათაზედა და ტყეებში ქარიშხლები ბღავდნენ. ქართველი ერი წმინდა ნინოს მადრითა და წყალობით იძენს საკუთარ იდენტობას და ხდება მართლმადიდებელი ქრისტიანი.